მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ახალი საჭირო გაშლით დაგიბრუნდით. ეს გაშლა შეეხება კითხვას, თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი გაყენებთ რაიმე ფორმით ზიანს ნებით ან უნებლიეთ, ხო? ეს შეიძლება შეეხებოდეს ნებისმიერ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში, ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას, ვიზეც კი ეჭვი გაგჩენიათ, ხო? აი, რაღაცა ცოტა შინაგანი ხმა, ინტუიცია რომ გიკარნახებთ, რომ ეს შეიძლება რაღაცა ფორმით ზიანს აყენებდეს თქვენ ან თქვენს ცხოვრებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ვინ მიყურებთ, ვიზეც გინდათ, იმაზე ჩაიფიქრეთ, ვიზეც კი ეჭვი გაგჩენიათ. ამიტომ მე ახლა მექნება რამდენი ვარიანტი, ნახოთ. ჩაფიქრებული ადამიანი ზიანს გაყენებთ თქვენ ან თქვენს ცხოვრებას, ნებით ან უნებლიეთ. სამი ვარიანტია ასე იყოს. დიახ. სხვათა შორის, ხო, ეხლა გამახსენდა. ვიდეოს კომენტარებში ხანდახან მიწერენ ხოლმე, რომ თითქოს ხმა არ ისმის და რამდენჯერმე მოვუსმინე მეც, ვთხოვე ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, აი სხვადასხვა ტელეფონით, სხვადასხვა მოწყობილობით, ლეპტოპითაც, ტელეფონითაც, ხო? ჩავრთეთ და მე მგონი თქვენ გულისხმობთ იმ მომენტს, როცა ტაროს უსვავ შეკითხვას, მაგ დროს ხანდახან ცოტა ჩურჩულით მომდის ხოლმე კითხვის დასმა და ამ დროს იდეაში ტაროს მიუმართავ და არც არის საჭირო ახლა დეტალურად მოსმენა, ხო? ანუ ეს ზოგადად ჩემი ჩვევაა, ასეთი ეს წესი კი არ არის ტაროსთან ურთიერთობაზე, ზოგადად ჩემი ჩვევაა, რომ რაღაცა ესე მიუმართავ ხოლმე ტაროს, რაღაცა ესე გამომიმუშავ და არსებობის დღიდან, რაც კი ტარო მიჭირავს ხელში და რა ვიცი, აბა თუ ამას გულისხმობთ ხოლმე ვერ გაგონებაში, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემი ხმა ცოტა ესე სუსტად შეიძლებოდა რა ყოფილიყო და სხვა შემთხვევაში, რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ დამიწერეთ ხალხო, აბა დანარჩენებს გესმით, იმიტომ რომ ორჯერ, სამჯერ მახსოვს ეგეთი კომენტარი და რომ დავაკვირდი, ეს არის მომენტი, როცა აი გაშლის დროს ტაროს მინდა რაღაცა ჩავეკითხო, როცა მე ტაროსთან ვურთიერთობ და ტაროს მინდა ჩავეზია, მაგ დროს ვარ ჩუმად შეკითხვას. ჩუმად რაღაცა ის დამალული და საიდუმლო კი არა, უბრალოდ ჩემი ჩვევაა ესეთი რაღაც, რა ვიცი. ეს წესი არ არის საზოგადო და საერთაშორისო რომ ესე უნდა მიმართო კითხვას, თუ გინდა ფიქრში მიმართო, თუ გინდა ხმამაღლა, თუ გინდა სულ არ მიმართო, მეტი ჩემი ეს გამომუშავებული ჩვევაა და რა ვიცი. ვაფასებ თქვენს ზომის მოყარებას, მაგრამ რა ვიცი, წესით მშვენივრად ისმის, ხო? რა ვიცი, აბა დამიწერეთ და გამაგებინეთ დანარჩენებთან როგორ არის. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ვარიანტებს, მოდი გამოვიყენოთ სიგნიფიკაციისთვის დაკ პირველი ვარიანტი, მოდი იყოს ესეთი მინერალური ქვების სამაჯურები. მეორე ვარიანტისთვის იყოს ვეფხვის თვალი. აი მე მუქსე კი არ ჩანს. მეორე ვარიანტისთვის მაშინ აი ეს იყოს. უკეთესია მგონი და მესამე ვარიანტისთვის აი ეს იყოს. გონი ჩანს წესით, ხო? პირველი, მეორე და მესამე. მე არ მიყვარს ესე გაჩახჩახებული შეჯდომა. თქვენ ეს მშვენივრად მოგეხსენებათ, ამიტომ თუ აირჩიეთ უკვე და მე ვფიქრობ აირჩევდით. ამიტომ მე გავაგრძელებ. გაყენებთ თუ არა რაიმე ფორმით ზიანს. პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ.
მჭიდრობით. გაყენებთ თუ არა ზიანს. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ეს უფრო ეხება თქვენს ფინანსურ ან უშუალოდ კარიერულ განვითარებას. მე ვფიქრობ, რომ თქვენს წინსვლას ეხება ეს ზიანი რეალურად. ვინმე იმპერატრიცასგან. იმპერატრიცა არის ქალბატონების სიგნიფიკატორი. უპირველეს ყოვლისა იმპერატრიცა არის დედა, ბებიაც შეიძლება. ერთმანეთსავი ქალიც შეიძლება. გაყენებს თუ არა რაიმე ფორმის ზიანს ეს ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ თქვენს ფინანსებს, თქვენს კარიერულ ზრდას ვფიქრობ, გარკვეულწილად შეიძლება აფერხებდეს ეს ადამიანი და მე მინდა ვიკითხო. რა ფორმის ზიანი არის? იცი რატო ვკითხულობ, იმიტომ შეიძლება ადამიანმა უნებურად, აი თვალს რომ ეძახიან, ხო? ეხლა ეს ავითვალი, ისეთი რამეა, რომ ადამიანი მაგას ვერ აკონტროლებს. ზოგადად ეგ. ხშირ შემთხვევაში ეგ არის ხოლმე უნებლიე. მაგრამ ეხლა ადამიანი თუ იწევლება მიზანმიმართულად გაბრაზებულზე, ან რაიმეს თუ მიმართავს თქვენ ზურგს უკან თქვენ საზიანოთ. ახლოსი გურიაში გურული ქალები კი არ მიწყინეთ. და იმერლები ისე ხშირად იწყებლებიან ხოლმე, მაგათი წყევა კომპლიმენტივით არის ხოლმე, ხო? მაგრამ აი გულიდან წამოსული არ უნდა იყოს. აი გაბრაზებულზე არ უნდა თქვა. მოდი ვიკითხოთ. მიზანმიმართულია ამ ადამიანის ქმედება თქვენთან მიმართებაში თუ როგორ რა ფორმით აკეთებს ეს ადამიანი, აი რა ფორმით? კარგით რა. ადამიანს სიხარბე კლავს. აღრჩობს ბოღამა იმის შესახებ, რომ თქვენ შეიძლება რაღაც ფინანსური სტაბილურობა გაგაჩნდეთ, ისეთი რაც მას არ აქვს. ან ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ფინანსები ფაქტია, რომ მას ეჭირება თვალებში და რა უხერხულია. ეს ადამიანი არის თქვენი ოჯახის წევრი. თქვენი ნათესავი. რა ვიცი, აბა რა გითხრათ. განვავრცო კიდევ უფრო თუ თქვენ თვითონაც მიხვდებოდით. ან თქვენი ძალიან ახლო ნათესავია, ან თქვენს სახლთან ძალიან ახლოს ცხოვრები, თუნდაც კარის მეზობელი. მაგრამ ეს უფრო არის ნათესავი. აიცი რა არის ახლა ვიღაცა რომ გემტერება ხო გასაგებია, მაგრამ აი შენიანი როა და ახლობელი რო უფრო საწყენია. ну მოკლედ ეს უფრო არის მისი ფიქრებიდან, მისი უფრო აი ავითვალია რაღაცა ესეთი, იმიტომ რომ აი მისი ფიქრები ზემოქმედებს გარკვეულწილად თქვენზე. ну მოდი ვიკითხოთ, რამდენად ასე ვთქვათ ძლიერია მისი ეს ზრახვები, ტუშური თუ რაც არის ხო, ანუ რამდენად მოქმედებს ეს თქვენს ცხოვრებაზე რეალურად, თუ ძალიან სუსტი ეფექტი აქვს.
რაღაცებში მოქმედებს, იცით? გარკვეულ იმედგაცრუებებს და ხელიდან გაცლილ შანსებს შეიძლება რომ გიქმნიდეთ. წესით ბევრად მეტი გეკუთვნით და ბევრად მეტი რესურსი გაქვთ და უფრო მეტი უნდა გქონდეთ ცხოვრებაში, მაგრამ მოქმედებს მისი თვალი. ანუ აქ არის უფრო აი გულწრფელად გავიგეთ ავი თვალი ან მისი ენები, მისი ჭორაობა, რომ აი რაღაც მე მაგიური მანიპულაცია ხარ ყოფილა. სიტოხედეს უყურე ხარა. ძალიან მცირე თქვენგანისთვის, ვიმეორებ, ძალიან მცირე თქვენგანისთვის შეიძლება აბსოლუტურად შესაძლებელია ეს იყოს რაღაც მაგიური მანიპულაციაც. იმიტომ რომ 7-იანი ხმალი არის სწორედ აი მოპარვასთან დაკავშირებული, აგერ 7-იანი ხმალი. მოპარვა იგივე კრადნიკს, რასაც ეძახიან და ეგ ეხება თქვენს ფინანსებს, აგერ მე-15 მაღალი არკანიც. ეს არის აი ძალიან უცებ თქვენი სახლის სიახლოვეს სახლში დატოვებული ან სახლის სიახლოვეს გაკეთებული და უცებ გაიქცა ადამიანი, წავიდა, აი უცებ აი რაღაცა შემოაყარა თქვენ სახლს თუ შემოასხა თუ მოაწმდა. მე უფრო მგონია რომ ეს არის რაღაც ნივთი დატოვებული თქვენს ან ეზოში ან სახლში. აი შეხედეთ როგორი ფორმებია. შეიძლება რამე ლურსმანი ჩაარჭო ან რაღაცა ესეთი მოგრძო ფორმის ნივთი დააგდო და დატოვა თქვენს სახლთან სიახლოვეს, ხო? თქვენი სახლის სიახლოვეს ნამწვავის სანთლები თუ იპოვეთ სადმე, იცოდეთ ესეც ამ ადამიანის ნახელავია. ეს არც თავიდან ვიძახდი, რომ ეხა ნახე, თქვენ ბევრი მისმენთ და ბევრი მიყურებთ. ყველას ერთი სიტუაცია ვერ გიქნებათ. ვიღაცასთან ეს უბრალოდ თვალია და ვიღაცებმა კარგად რო დაძებნოთ, აუცილებლად იპოვეთ აი ამ ჩარჯობილ ლურსმებს, რომელიც მიზანმიმართულად გაკეთებულია. კრადნიკოვისთვის. კრადნიკობა იგივე მომპარავ, იგივე ქურდობა თქვენი რაღაც ფორმის კეთილდღეობის, ხო? ამ შემთხვევაში თქვენი ფინანსებია ის, რაც ამ ადამიანს ძალიან ბოღმავს. და თავისუფლად ბოღმავს. უტიროს ხობა. ეგრეც იქნება ხალხო, იმიტომ რომ იმის მაგივრად ადამიანი თვითონ გატოკდეს და რაღაცას მიაღწიოს და გააკეთოს, ხო, აი თუნდაც აი რაღაცა სპეციალიზა იმის მაგივრად, რომ თვითონ მოინდომოს, იშრომოს, თავის შექმნას, დგადა, ნუ რაღაცა, ნახ არ შეუძლია, ყველას არ შეუძლია, მაგრამ ის ფაქტი, რომ თქვენ რაღაც ახლა მე მინდა დაგაშოშმინოთ და დაგამშვიდოთ, იმიტომ რომ თუ კი ერთხელ შეძელით, რომ ეს რაღაც შეგიქმნათ, ხო? თუნდაც თქვენი ფინანსური სიუხვე და კეთილდღეობა, მაგას მეორეთად შეძლებთ, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენი ენერგია აიღოს და წაიღოს, თავის სასარგებლოდ ცოტოთ, მაგრამ სცადოს უფრო სწორად, მაგრამ მდინარე ყოველთვის უბრუნდება კალაპოტს. და ენერგია, რომელიც თქვენია, რესურსი, რომელიც გეკუთვნით, რაც ჩვენია, ხო, ეს ჩვენთან აუცილებლად ბრუნდება. არ არსებობს უბრალოდ. შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ხელით, მაგრამ აუცილებლად ბრუნდება. უბრალოდ, რა ვიცი, ახლა დაძებნეთ თქვენი სახლის სიახლოვეს. ან სანთლის ნამწვავები, ვიმეორებ, ან რაიმე მეტალის ნივთი. ესე უადგილოთ ჩარჭობილი, ან მიწაში, ან ხეში ლურსმანი, თუ ვინმეს ეზო თუ გაქვთ, აი ხეში ჩარჭობილი ლურსმანი, ან მიწაში ჩარჭობ, ანუ ესე დაგდებული კი არ არის, ჩარჭობილია ესე მიზანმიმართულად, ხო? რაღაცა ეგეთი შეიძლება, ან უადგილად დანთებული სანთელი, აი მაგალითად ხა კედელზე სანთელს ხო არავინ არ ათებს, ან კარებზე. ხო. კი ბატონო.
მეორე ვარიანტი, ეხლა ხო ნუ პირველს ვერ ვშთობები, მეორე ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, ახდენს თუ არა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაზე რაიმე სახის ნეგატიურ გავლენას, გაყენებთ თუ არა ზიანს. ეს წარსულის ადამიანი, ამასთან დასრულებული გვაქვს უკვე ურთიერთობა? დაგიბრუნდით ძვირფასებო. ეს შეეხება ახლა მეორე ვარიანტს. ადამიანს აქვს თუ არა რაიმე ისეთი ბოროტულის რახვები და გაყენებთ თუ არა ზიანს. გავაგრძელოთ. ნუ მე მგონია რომ მეორე ვარიანტი არის წარსულის ადამიანი ვინმე ვისაც უკვე დასრულებული გაქვთ ურთიერთობა. აღარნაირი ემოცია და აღარნაირი განწყობა აღარ გაქვთ ამასთან. კი. ხო, იცი რა არის? მე ვფიქრობ, რომ კი ეს არის ურთიერთობა, რომელიც უკვე კარგი ხნის დასრულებულია. ურთიერთობა, რომელიც განვითარება არ განვითარებას უკვე ძალიან ისეა საოჭოფო. არ მგონია რომ თქვენ ამ ადამიანთან შერიგება მოგინდეთ ოდესმე. გაყენებთ თუ არა რაიმე სახის ზიანს, თუ კი ამ ადამიანთან მოქმედი ურთიერთობა გაქვთ ვიღაცებს, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ხართ. ამიტომ ყველას ერთნაირი სიტუაცია ვერ გიქნებათ და ვინც მოქმედ ურთიერთობაში ხართ, მაშინ თვითონ რომ ეს ადამიანი არის ცოტა გამქეზებელი. კი, აი შეიძლება უყვარდეს ესეთი გაქეზება. თავისი განწყობის გადმოდება და აი თავისი ენერგია განწყობა ჩადოს და დააბანდოს თქვენში და არა მარტო თქვენში, ეს ისეთი ადამიანია манипуляტორი. მაგრამ აქ უფრო მგონია გეუბნებით ძალიან ბევრი თქვენგანისთვის ეს უკვე დასრულებული ადამიანია. რაიმე ფორმით ეს ადამიანის ზიანს გაყენებთ, ნებით, ან უნებლიათ, ანუ გაცნობიერებულად, გაუცნობიერებლად ეს ადამიანი მეორე ვარიანტში გაყენებთ ზიანს. ზიანი არა, უფრო აქ მგონია რომ თქვენი მხრიდან უფრო მეტი ნდობა ამ ადამიანის მიმართ და მოლოდინი იმისა, რომ აი რომ დაგჭირდეთ ეს ადამიანი რაღაცა ძალიან გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ, მაგრამ რეგულარულად შეიძლება გითხრათ, რომ იცი ახლა შენ სამთალია, ეგ შენი პრობლემა და არა ჩემი და ამიტომ ეგ არის რაღაცა ცოტა უფრო ესეთი ამრიდებლური ტიპია. აუ რაღაცა არ მომწონს. საშივოდ არ მომწონს რაღაც ამ ადამიანში. ეს თქვენ გექცევათ ესე თუ ზოგადად ესეთია. აი 9 ჯერ დაბერებული, რასაც ქვია. ეს ისეთია. ეს ისეთი ადამიანია, ვერავინ ვერ მოუტყუებს, მაგრამ თვითონ ისეთი ცბიერია, ისეთი გაქნილია. 9 ჯერ დამარხავს ერთ ადამიანს, რომ დასჭირდეს.
მაგრამ ნუ ეხლა აი პირდაპირ ფორმით რომ ეხლა მოვიდეს, რაღაცა გავნოთ, ნუ ერთადერთი ზიანი ამ ადამიანის თქვენთან მიმართებაში არის მისი ენა. ოღონდ თქვენ უნდა გიყოთ იმდენი ჭკვა და გონიერება, რომ ამ ლაპარაკს არ აყვეთ ხოლმე. ამ ადამიანის ლაპარაკს. ეგ არის. სხვა ისეთი არაფერი. მესამე ვინც შეიფიქრეთ, მესამე ვარიანტი. და მოგესალმებით. მესამეებს გაყენებთ თუ არა ადამიანი რაიმე ფორმით ზიანს და ქურომი ქალი. რა ხდება, კაცო, რა ამბავში ხართ, მართლა ვერ გავიგე. ქურომი ქალი გაყენებთ თუ არა ეს ადამიანი რაიმე ფორმით ზიანს. მოდი დავიწყოთ აქედან, რომ ზოგადად ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში სულ ჩართულია. თითქმის ყველაფერი იცის თქვენ ცხოვრებაზე. ვერაფერს ვერ გამოაპარებთ. და აი შორიდან სულ თვალყურს გადევნებთ. ნუ ეხლა ამ არკანით ზიანის მოყენება ნაკლებად ჯერჯერობით, მაგრამ ნუ ჩავეციოთ. ზიანი ნაკლებად, მაგრამ არის უფრო აი კონტროლი. ყველაფერი უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ყველაფერი მის კონტროლ ქვეშ იყოს. ხვდებით ხო? მესამე ვარიანტი, რაიმე ფორმით ზიანს გაყენებთ ეს ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ კი. მე და ახლა გეტყვით როგორ. თითქოს ეს ადამიანი ცდილობს კონკურენცია გაგიწიოთ ძალიან არაღირსეული მეთოდებით. არაღირსეული რა სიტყვა, უღირსი მეთოდებით. და რას უგულისხმობ აი ამ უღირსობაში და შეიძლება ეს ადამიანი ახდენდეს გავლენას და მანიპულაციას ვიღაც ადამიანზე ან ადამიანებზე და სხვისი ხელით ცდილობდეს რომ თავისი საქმე გაიკეთოს. გარკვეულწილად ეს შეიძლება იყოს თქვენი რეპუტაციის გაფუჭება. თუ ცოტა ესეთი ადამიანი ხართ რაღაცა ყალბი აკაუნტებით ვიღაცები მოგიგზავნოთ შეიძლება და თქვენს პროდუქციაზე, თქვენს პიროვნებაზე, ხო, აი რასაც აკეთებთ და როგორც ხართ, ხო? აი ამ ამბავზე ცუდი იმიჯი, ცუდი რეპუტაცია შეგიქმნათ. რატო? მიზეზი ვიკითხე და 4 პენტაკლი და 8 კვერთხი კი არის, მაგრამ აქ შეხედეთ როგორ ფულებს ითulis ეს გოგო, შეხედეთ. 4 პენტაკლი არის სადაც მომხვეჭველობის, მესაკუთრეობის, აი მარტო მე მინდა შინაარსის ცოტა გაუმაძღრობის, გაუმეტარობის და 8 კვერთხი კი სხვა მნიშვნელობის არის, მაგრამ ამ შემთხვევაში აგერ ფულები და დოკუმენტები აქვს ამ ადამიანს რა. ამ შემთხვევაში რას ნიშნავს? თუ თქვენ საქმიანი კონკურენტები ხართ, რაღაც ფორმით, მაშინ იცოდეთ, რომ ეს ეხება სწორედაც რომ თქვენ საქმიანობებს. რა არის ახლა ეს მართლა ხო? არ არის ახლა აუცილებელი მაინც საქმიანი კონკურენტები იყოთ, მაგრამ
იქიდან გამომდინარე, რომ აქ იეროფანტი, მთვარე და ჰერმიტიც ამომდის, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ცოტა დასაწყისშიც გურუმი ქალი იყო და რა ვიცი. კი ვიცი, მაგრამ ყველაფერს აქ ხორი გააჟღერებ. მე პირდაპირ გეტყვით, თქვენ ხართ ერთმანეთთან ცივ ომში. თქვენ და ეს ადამიანი. მაგრამ ისე აკეთებს ეს ადამიანი, რომ თვითონ პირდაპირ მისი სახე კი არ გამოჩნდეს და პირდაპირ კი არ გესხმით თავს, აი თავის საქმეს აკეთებს სხვა ადამიანების ხელით. ვიღაცებს შეიძლება გიგზავნიდეთ უფრო ესეთებს, აი თავის ხელის ბიჭებს თუ ხელის გოგოებს თუ რა ვიცი ვინ წავს, ხო? აი სხვა ადამიანებს იყენებს თქვენთან ზიანის მოსაყენებლად. იმიტომ რომ თვითონ არ გამოჩნდეს, იმიტომ რომ თვითონ ხელი არ გაისვაროს. რატომღაც გონია რომ თვითონ იმდენად კარგი ტიპია, რომ აი რაღაც თქვენ არც უნდა გაგიყადროთ თავი, რაღაც სხვა ალტერნატიულ გზებს იყენებს თქვენს გასაფუჭებლად, თქვენს გასაშავებლად, თქვენს თავიდან ჩამოსაშორებლად. ეს არის ძალიან უღირსი კონკურენცია, აი ძალიან. მე სულ ვამბობ, ჩემ ცნობიერებაში კონკურენცია არ არსებობს, მართლა არ არსებობს. აი მე ვერასდროს ვერ ვცხოვრობ მაგ იდეოლოგიით, ვერც სფეროში, ვერც საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ამ ყოველთვის იგით კიდე ჩემი სხვა საქმიანობა და სხვა პროფესია მაქვს, აი არ არსებობს კონკურენცია, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვინმესთან აი ამ მარათონში და დოღრში ჩაერთვები, რაღაცა ღირსეულად მაინც ხო შეიძლება ეგ აკეთო. რაღაცა აი მორალით ხო შეიძლება ჩაერთო აი ამ მართლა დოღში. ვიცი რა. ღირსეული მტერიც კი შეიძლება რომ დააფასო და პატივი ისცე, მაგრამ აი ეს რა ქცევა ერთი აი. ვიცი. აი ეს არის აი მართლა რაღაცა კარგი ხო აღარ მინდა. და თან ყველაზე საინტერესო რა არის, იცი? ყველაზე საინტერესო და უცნაური. თვითონ გონია რომ 7 კვერთხის მდგომარეობაშია, თვითონ დავიცავს, არ გქოს რომ აი თავთან 7 მდგომარეობაში კაცო, ახლა რეალურად ეს ადამიანი თავად 7 მდგომარეობაშია თუ თვითონ არის ელუზიაში? რა თავდაცვა, რა სისულელია? ეს ადამიანი იქნის უბრალოდ მსხვერპლის იმიჯს. და რო იცოდეთ ეს ადამიანი ერთი რომ ვიღაცებს იყენებს ესე ჩამოსაშორებლად თქვენი და მე ვფიქრობ კიდე სხვა ადამიანებს, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ადამიანი არის წყვილში და მისი პარტნიორი ეს პირადი სასიყვარულო პარტნიორი იქნება თუ ბიზნეს პარტნიორი თუ anyway ვინც არ უნდა იყოს, იცოდეთ რომ ეს ადამიანი მარტო არ არის. ეს ადამიანი ვიღაცასთან ერთად წყვილში მუშაობს. კი. აუცილებლად. კაცი და ვიღაცა ქალი არიან ერთად ამ საქმეში და ამ ამბავში სულ მინიმუმ. რა ვიცი, აბა რა გითხრათ კიდე. გაყენებ თუ არა ზიანს კი? აღარ იმდენად სალაკუნა და იმდენად ცბიერი ადამიანია, რომ თვითონ არც უნდა რომ გამოჩნდეს. აი, რო შედიხარ ვიღაცასთან კონკურენციაში თუ ბრძოლაში თუ
რა ვიცი, რასაც აკეთებ, ხო შეიძლება იმდენი შეგნება ჰქონდეს და იმდენი ვაჟკაცობა გინდაც ქალი იყოს, გინდაც კაცი იყოს, რა მნიშვნელობა ასეთ რაღაცას რო იწყებ, ზოგადად ცოტა ღირსებაც ხო უნდა გაგაჩნდეს, რა ვიცი. მე ბევრს არ ვლაპარაკობ, მაგრამ ვინც ტაროში მერკვევა, მეწეღარ ხმამაღლა გავაჟღერე, რა არკანებიც არის და ის ხალხი მიხვდება, რასაც ნიშნავს. ბოლო დროს ძალიან მომრავდა ეგეთი ინფორმაციები ჩემს საჯარო გაშლებში და მე ბევრჯერ ამიღნიშნია, მე ვიცი, ჩემი კოლეგებიც მისმენთ და რა ძალიან მომრავდა რაღაცეები. ჩემი ჭკუის დარიგება არავის არ გჭირდებათ, მე ვიცი. მაგრამ ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთნი. ეს დედამიწაზე აქ ვართ დაყოფილი ცალ-ცალკე პატარ-პატარა სხეულებში. მაგრამ რეალურად ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. და ადამიანი, რომელიც ამ სფეროშია და ვერ იაზრებს მაგ მთლიანობის შეგრძნებას, ანუ მეშვიდე ენერგეტიკული ცენტრი, სახასრარა ჩაკრა თუ არა აქ მაგდენად გახსნილი და დამუშავებული, რომ აი ეგ ერთიანობის შეგრძნება ჰქონდეს და ღმერთთან, შემოქმედთან თანაარსებობა და იმის განცდა, რომ ჩვენ მე შენ ვარ და შენ მე ხარ, არ ვიცი, აი თუ აქამდე არ მივიდა ადამიანის ცნობიერება, აი რა ვიცი, მართლა რა ვიცი, ის ხო არ არის მართლა რაღაც აი ბებიის ნასწავლი რეცეპტებით რაღაც რეცეპტია თუ რიტუალი. ხო რა ვიცი, მართლა მე ცოტა ვერ მომწონს ესეთი ამბები. ვერა. მოკლედ, ახლა ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო, მე უნდა დაგემშვიდობოთ, გისურვებთ მშვიდობას, ჰარმონიას, ურთიერთსიყვარულს, მართლა, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის აზრი და ემოცია აუცილებლად ახდენს გავლენას იმ გარე სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ხო? მე ეს ქმნის იმ ქალაქის, ქვეყნის ენერგეტიკას, ხო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აი ხო არის, რომ იქ ქვეყნები, სადაც მიდიხარ სამოგზაურო და ძალიან ლაღი ხარ. ან აი მიდიხარ ქვეყანაში და ისეთი დამძიმებული ატმოსფერო. რატო? იმიტომ რომ რეალურად იქ ჩვენი არსებობა ქმნის მაგა, ჩვენ ვასხივებთ, ხო, აი ენერგიას გარკვეულწილად და ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ მეტი მედიტაცია, იოგა, ჩვენ ჩაკრებზე მუშაობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის არც რაღაცა მოწოდება, ეს არ არის არც რაღაც დემაგოგია, არა. არავითარ შემთხვევაში, უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, რომ ვინმესთან აი არ მინდა. უბრალოდ აი ჩემი თხოვნა, ჩემი მსმენელი განსაკუთრებით ახლა ვინც ხართ, ხო? გამიხარდება ძალიან თუ კი მიიღებთ აი თქვენთვის რო იცოდეთ თუნდაც, ხო? ჩაკრებზე რაღაც ცოდნა გაიღმაოთ, როგორ მუშაობს, რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს, ხო? იმიტომ რომ თითოეული ადამიანი არის პატარა, აი როგორ გითხრათ, ღმერთის პატარა ანარეკლი. და სწორედ ამიტომ მოდი ჩვენში არსებული ღვთიური ვაფუნქციონიროთ ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს. ახლა კი მართლა უნდა დაგემშვიდობოთ. დაგისურვოთ სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა. იმიტომ რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი ძალა, რაც კი ამ სამყაროში არსებობს და მე ვსაუბრობ უპირობო სიყვარულზე. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეხლა ჩემი ესაჯარო გაშლა თქვენ დაგეხმარათ რამეში. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დროებით.